წმინდა თეოდორე სტუდიელი ორშაბათსა მეორესა შვიდეულისასა სურვილისათვის საუკუნეთა მათ კეთილთასა და რათა არა გვიყვარდენ სოფლისა ამის საშვებელნი. ძმანო და მამანო, სარბიელსა წმინდათა მარხვათასა წინამდებარედ აქუს ღვაწლი მარხვისა, რომლისა მიერ განკაბთ ხორცთა თქვენთა ზედა დართვითა მღვიძარებისათა და კნიღა გცონისთ ზედას ზედა სმენისაგან სწავლათასა. არამედ ვინაიდან ვითარცა დღითი დღედ მოსიკვდით ვართ, თანა გვაც ყოფაი სჯულის დებისაებრ მოციქულისა. ხოლო ეგულვებინ რა ვის სიკვდილი, სიკვდილისათვის ზრახავν იგი და ანდერძსა რასამე იტყვინ და ლმობიერ ყოფენ მსმენელთა. მოვედით უკვე და ჩვენცა ნუ უდებ ვიქმნებით სმენად, არამედ ვითარცა ანდერძსა აღმოკითხვასა ვერ ჩდეთ სიტყვათა ამად. ანდერძი უკვე მსოფლიოთა ვინაიდან ხორციელ არს, ხორციელადცა ზრახავν. ესე იგი არს სამკვიდრებელისა დატევებასა, ცოლისა და შვილთა და ნათესავთა და ძმათასა და სხვათა, რაოდენიცა რაიმე აქუს განწესებაი ჩვეულებად. ხოლო ჩვენი ესე ანდერძი არა სიტყვის ესე ვითარსა, არამედ ამას ვითარმეთ მსხემვართ და წარმავალ ქვეყანასა ზედა და ვითარმეთ არარაი შემოვიღეთ სოფლად, სჩანს რამე თუ არცა განღებად რავის ხელგვეწიფების. რამე თუ მივიცვალებით ხრწნილებისაგან უხრწნელებად და შეურაცხებისაგან დიდებად და მოკვდავებისაგან უკვდავებად. ვინაიცა არას ცოდოს რომელმან ამას ანდერძსა და უფროსღა აღთქმასა სახარებად სახელს დვას, ვინაიდან მოციქულიცა განსვლასა და ქრისტეს თანაყოფასა უაღრეს და უმჯობეს უწეს და კვალად სხვასა ადგილსა იტყვის რამე თუ მე აჰა ესე რა შევიწირვი და ჟამი მოგცევისა ჩემისა მოიწია, ღვაწლი კეთილი მომიღვაწებიეს, სრბაი აღმისრულებიეს, სარწმუნოება დამიმარხავს. ამიერიდან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან, არა მე ხოლო, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყვარეს გამოჩინება იმისი. ხედავთ რამე თუ ვითარცა სახარება არს ამიერ მიცვალებაი ჩვენი და ვინაიდან სახარება არს მიერ მიცვალება ჩვენი, ესე აღთქმა იმ ხიარულებით და გულსმოდგინებით ვისმინოთ და სურვილით და წადიერებით შებმავყოთ მოღვაწებასა და ნურაისა ხორციელისა მიმართ მივიქცევით, ნუცა მშობელთა, ნუცა ძმათა, ნუცა ნათესავთა და რად ვიტყვი ამას ვისმე და მას ვისმე, რამე თუ არღა სოფლისა ამის აგებულებისა მიმართ ჯერ არს მიქცევა, ვითარცა ყოფდა მამათაგანი ვინმე, რამე თუ რაჟამს გამოვალ სენაკით, საბურველითა დაიფაროს პირითვისი, რათა არა მიხდეს ნათელსა მზისასა და ეკითხა რა მიზეზი ესრეთ მიუგო ვითარმეთ, რად მიხმს ხილვად ნათელი ესე საწუთოი. ესრეთვე განეშორების ყოვლისაგანვე ღვთისმოყვარე კაცი და ღვთისახოლო სიყვარულსა და ხედვასა შეეყოფის და განიცდის დაბადებულთა ღვთისათა და განკვირდების და უგალობს ხუროთმოძღვარსა მას ხელოვანსა და მეხსეულად გულისხმისყოფად რა მოვიდეს, უხილავთა მიმართ მიიქცევის და ესრეთ მოისთულებს სიხარულსა და მხიარულებასა საღმრთოსა. ესე ვითარი იყო მამად მთავარი აბრაამ, რამე თუ წერილ არს ვითარმეთ, სარწმუნოებით მწირობდა აბრაამ ქვეყანასა მას აღთქმისასა,
ვითარცა უცხოსა კარავსა შინა, კვიდრობდა ისააკ და იაკობის თანა, კვიდრთა მათთანა მისვე აღთქმისათა. რამე თუ მოელოდა მას, რომელსა იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლის ხუროთ მოძღვარ და შემოქმედ ღმერთი არს. ესე ვითარი იყო დიდიცა მოსე, რამე თუ სარწმუნოებით დაუტევა ეგვიპტე და არა შეშინდა რისხვისაგან მეფისა, რამე თუ უხილავი ვითარცა ხილული შეერაცხა. ესე ვითარნი იყვნენ ყოველნი წმინდანი, რამე თუ არა განიცდიდეს ხილულსა, არამედ უხილავსა. არცა გული უთქმიდათ საწუთოისა, არამედ საუკუნოსა და ესრეთ რაოდენ მისაწთომენ იყო, შურად საღმრთოდ წარემატებოდეს. უკე თუ ესე სურვილი ჩვენცა მოვიგოთ, არასადა სურვიელ ვიქმნეთ შვენიერებათა ამის ცხოვრებისათა. არცა გვიკვირდეს მათი, რომელნი იგი ხორციელად სცხონდებიან, არამედ უფროსღა დიდად სულთ ვითქუნეთ მათთვის, რამე თუ აღთქმასა შინა კეთილთა მათ აღთქმულთა, დამკვიდრება ოქროისა და ვერცხლისა და გამხრწნელთა გემოთა მიხედვითა, ნებსითითა სიბრმითა წარწყმდეს. ხოლო ჩვენ ძმანო სიტყვისაებრ მოციქულისა, განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდიდეთ, ზეცისასა ვეძიებდეთ და ზეცისასა ვზრახვიდეთ, სადაცა ქრისტე არს მარჯვენით მამისა მჯდომარე, რათა ჯეროვან იყოს ჩვენთვისა თქმად, ვითარმედ თქვენ არა ხართ სოფლისა ამისგან და ვითარმედ თქვენი მოქალაქეობა ცათაშინა არს. ვინაიცა წარმცადგომილ ვართ უბრალოდ დღესა მას ყვალადგებისასა და მართლმსაჯულებისა ღვთისასა, წინაშე საშინელისა და შესაძრწუნებელისა ქრისტეს საყდრისა და სმენად საწადელისა მის ხმისა და შესვლად სასუფეველსა ცათასა, მისვე თავადისა ქრისტეს ღვთისა ჩვენისა მიერ, რომლისა არს დიდება, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.